საღამომშვიდობის საჯარიმო ტელემაყურებლებო ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბატონი ვალერი გელაშვილი. უფრო დაწვრილებით მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ დართ ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა. საყვარელი ქალაქები: ხაშური, თბილისი და ვილნიუსი. ცხოვრების მიზანი: სასარგებლო საქმის კეთება. საყვარელი საჭმელი თევზეული. ოცნება სულ და საქართველოში დაბრუნება. იდეალური პიროვნებები: დავით აღმაშენებელი და ვახტანგ გორგასალი. ჰობი სპორტი. საყვარელი ფერი შავი. ბიოგრაფიული შტრიხები. ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს ქალაქ ხაშურში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლები დედა ლამარა ლომიდე, მამა შოთა გელაშვილი 1968 წელს გარდაეცვალა. ხაშურში 8 კლასი ისწავლა. 1974 წლიდან სასწავლებლად გადადის თბილისში, გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში. 1977 წელს ჩააბარა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში. 1979 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. 1991 წელს გაემგზავრა საქართველოდან ვილნიუსში საცხოვრებლად. იქ წამოიწყო კერძო ბიზნესი. 1982 წელს დაოჯახდა. 1991 წელს უკვე კერძო იურიდიული ფირმის მფლობელი ხდება. 1999 წლიდან არის პოლიტიკაში. ხდება ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი. 2003 წლიდან კვლავ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატია. ჰყავს მეუღლე დანგუოლია, 4 შვილი: ერიკა, ვალერი, დავითი და სოფიო. ვალერი გელაშვილი სერიოზული, დამჯერი, ჭკვიანი ბავშვი ყოფილა. სხვა ბიჭებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ უყვარდა ბავშვური ცელქობები, არც აბეზარი იყო და არც ძალიან ცელქი. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ამიტომაც ოჯახის მთელი სიმძიმე დედამისს დააწვა პირთან. სკოლაში განსაკუთრებულად მათემატიკა უყვარდა. სხვა საგნებს რაც შეეხება საშუალოდ სწავლობდა. არ იყო აქტიური და კლასში გამორჩეული მოსწავლე. ოჯახის ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა სპორტში მოისინჯა ძალები. ხაშურის სკოლიდან გამოვიდა და სწავლა გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში გააგრძელა. 1979 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში. იგი თავიდანვე მიზანდასახული და პრინციპული იყო. ცუდად ცნობილი სპორტსმენი გამხდარიყო, თუმცა მიღებული ტრაუმების გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა სპორტულ კარიერაზე. სწორედ თავისი ხასიათის სიმტკიცის წყალობით გაემგზავრა ვილნიუსში. იქ ჯერ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საცხოვრებლადაც დარჩა. ჩვეულებრივად ახლა ბავშვობაში უბრალოდ მაშინაც მეტნაკლებად სერიოზული ვარ ხოლმე, არ მეყვარდა ახლა თამაში, როგორც ყველა ბავშვი თამაში ყველა თამაშობდნენ, მაგრამ მაინც ცელქებში არ ვთვლებოდა ხოლმე. კი, დამჯერი და ვცდილობდი ხოლმე, რომ ჩემი თავით არავის სხვა არ შემეწუხებინა. როგორი ურთიერთობა გქონდათ მას მშობლებთან და ანეთ კაცი? ნუ ახლა მამა მე არ მახსოვს იმდენად 8 წელსავე რომ გარდაიცვალა და ვცდილობდი ხოლმე დედაჩემისთვის დამეჯერებინა ხოლმე. იყო ხოლმე რაღაც პრობლემები, როცა რაღაცას ჩავიდოდი ხოლმე, მაგრამ რო შევპირდებოდი ხოლმე ამას არ გავიმეორებ, ანუ მოსყოდის ვასრულებდი. და უკვე მოგვიანებით სკოლის პერიოდში შეეხება როგორი სწავლება. სკოლაში საშუალო დონის ახლა ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ფრიად ვსანებყავ, მაგრამ ნუ მეტნაკლებად მათემატიკა და ესეთი საგნებში მე კარგად სწავლობდი. ვცდილობდი ნორმალური მოსწავლე ყოფილიყო. ოჯახის წარმომავლობიდან ესეთი საშუალება მქონდა, გამომეჩინა თავის სპორტიდან რაღაცა ადამიანი და გამოსულიყო. ამიტომ ერთადერთი საშუალება იყო ჩემთვის ახლა როგორც მოსამსახურის ოჯახიდან ახლა ადამიანს რო გამოდის ახლა როცა საშუალება არ არის რომ მშობლებმა რაღაც გაიქეთონ, ვცდილობ რაღაც ისეთი ნახო რომელიც უფრო ახლოს არის შენ. ამიტომ ეს ერთადერთი ჩემი საშუალება იყო სპორტის სახით მიყოლიყო და რაღაცა გამეკეთებინა ცხოვრებაში. ნუ არ ვიყავ ახლა თქვა მე ცუდი სპორტსმენი არ ვიყავ ახლა. როცა იმ პერიოდში ახლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვიყავ ახალგაზრდებში, ახლა ვარჯიშით თავს არ ვიზოგანი ვარჯიშობდი ნორმალურად სერიოზულად, მაგრამ ეს ტრაუმებმა იძულებული გამხადა რომ იმენატოვებინა. ჭიდაობას რომ თავი მივანებე, მე რო გადავედი ბიზნესში, რომ სხვანაირად სხვა წესს მიმემართა ამ ცხოვრებისთვის, რომ თავი რაღაცნაირად გავამედანა და რაღაც ოჯახის დონე ამეწია. იძულებული ვიყავ უკვე ბიზნესში გადავსულიყო. ნუ მეტნაკლებად რაღაცა გამომივიდა, ახლა ვერ ვთქვი რომ ის
მილიარდები და რაღაც ვიშონება რა ჩემ დონეს როგორც მუშა-მოსამსახურის ოჯახიდან ნაკლებად ნორმალურად რაღაცა შევქმნი. 1982 წელს ვალერი გელაშვილი დაოჯახდა. მან მომავალი მეუღლე დანგრეულია ვილნიუსში, ერთ-ერთ კონცერტზე ყოფნისას გაიცნო. მათი სიყვარული მეგობრობით დაიწყო და 9 წელში ქორწინებით დაბრუნდა. ახლა სახასიათიდან გამომდინარე, ახლა ყოველთვის ვთვლები, რომ ისეთ საქმის არ მომეკიდა ხელი, რომელიც წინასწარ არ განსაზღვრავდი, არ გავთვლედი. მიყვარს წინასწარ და მაინც იმ საქმის მიმართ ფიქრი განსაზღვრა შეიძლება, არ შეიძლება, რა მოხდება იმ საქმეს. მაგრამ ხდება ხოლმე მაინც არ გამოდის ხოლმე საქმე, მაგრამ მაინც შუაგზაში მეტოება არ მიყვარს, მაინც ბოლომდე უნდა ჩაამთავრო ის საქმე. ჩემში მიღებული არ არის. რაღაცას რო დავიწყე, ბოლომდე უნდა გავიდე. მოგებითა, წაგებითა, მაგრამ საქმის დამთავრება უყვარს. პრინციპიალობა და ეს ჯიუტობის სახითაც ცოტა მახასიათებს, იმიტომ სხვის მითითებულს ვერ გავაკეთებ. შეიძლება ვიცოდე, რომ ხანახან ეს ჩემთვის შეიძლება მინუსიც არის, რომ აი მეუბნებოდეს ვიღაცა, რომ არ შეიძლება, შეიძლება მაინც გავაკეთებ, ბოლომდე მაინც მივიდე, რომ აი თვითონ შინაგანად მე თვითონ დავიგრძნო. ეს ბევრ შემთხვევაში შეიძლება სწორი არ არის, მაგრამ ნუ ახლა ადამიანს მე ვერავინ შემაცვლედი ჩემ ხასიათს, ამიტომ რაც მე მაბადია ჩემი ხასიათი, მე იმას ვცდილობ, რომ ბოლომდე მივიღო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა ვამო, ეს არა. ჩემი მოქმედებით მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიცოდე, რომ ვიღაცას ენება, იმ მომენტში განაჩნდა გამჩერდები და ხოლმე შეიძლება ჩემ თავს ვამო. როგორც ავისით, 7 საუკუნეში პატამარეთ თქვენ გავზავთ ვილნიუსში და იქ დაოჯახდით. კი. როგორ გაიცანთ თქვენი მეუღლე? უბრალოდ როგორც ყოველთვის ადამიანი ერთმანეთს იცნობს, ისე გავიცანე. ერთად ვიყავი და მე გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შევიყვანო. 1 წლის შემდეგ, თითქმის 9 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შევიყვანო. აი მით უმეტესად ჩემი მეუღლეს თავის შვილი ყავდა 2 წლის. მაგრამ ერთად რო ვიყავით, უბრალოდ ერთად რო ცხოვრობდით რამდენი ხანი, მე მაინც უცხო ქვეყანაში ვიყავი, რაღაც მაინც ერთმანეთს შევეჩვევით და მე ოჯახი შევქმნით. იმ შემდგომ კიდე ჩემ 3 შვილი ყავდა. ეხლა ჩემი განაჩენი. როცა საჭირო იყო, როგორ არ ვეხმარებოდით, მაგრამ ამ საჭიროება არასდროს თვითონ ცდილობდა ხოლმე, რომ ის საყოფაცხოვრო საკითხები რაც ოჯახს ეხებოდა, თვითონ მოეგვარებოდა. მეთქმა სხვა საქმეით ვიყავ დაკარგული. ვალერი გელაშვილი ოჯახით საქართველოში საცხოვრებლად სექტემბერში ჩამოვიდა. მათ ჩვენ თბილისში ახლად შედენილ ბინაში შევხვდით. გავესაუბრეთ და გავიცანით ბატონი ვალერის მეუღლე მშვენიერი ლიტველი ქალბატონი დანგრეულია გელაშვილი. იგი მეუღლეს იდეალურ პიროვნებად მიიჩნევს და თვლის, რომ ვალერი პატრიოტია, უზომოდ შეყვარებული თავის სამშობლოზე და ქართველებზე. ქალბატონი დანგრეულია გულახდად გვესაუბრა თავის ოჯახზე, მეუღლეზე და შვილებზე. ის რამოდენიმე თვეა, რაც საქართველოში ცხოვრობს და მოხიბლულია ქართველების სითბოთი და სტუმართმოყვარეობით. თუმცა კარგად ამჩნევს იმ მოუწესრიგობასა და უდისციპლინებას, რაც ქვეყანაშია. სურს, რომ მისმა შვილებმა მშვიდობიან, ბედნიერ საქართველოში იცხოვრონ. ქალბატონ დანგრეულიასა და ბატონ ვალერის 4 შვილი ჰყავთ. ერიკა მოსკოვშია გათხოვილი და იქ ცხოვრობს ოჯახით. ვალერი საზღვარგარეთ სწავლობს, სოფო და დავით კი თბილისში სწავლობენ. სოფო მეხუთე კლასშია და ვიდეო კამერის დანახვაზე იმალება. დათო კი უფრო კონტაქტურია. მამაზე თამამად საუბრობს და აქაურ შთაბეჭდილებებზე ახალ ნასწავლი ქართულით გვესაუბრება. დათო, რაში გიძიებ უსწრა მამასთან დაკავშირებით? როგორია ის ბავშვებთან თქვენთან მიმართებაში? ჩემი მამი და თუ მე გლახა ტესტი თუ არაფერი გლახა არ არის. მარტო უცხარას მე უფრო კაი უჩის და და როგორ შეგვიძლია ქავრობას? დიდი ხანია რაც საქართველოში ცხოვრობ? არა, 9 წლის. ვალერი გელაშვილი ძალიან დაკავებულია, როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში. მან 2003 წლიდან ხაშურულებისათვის დაიწყო კერძო სკოლა-ლიცეუმის შენობის მშენებლობა და რესტავრირება. საქართველოში აქვს სამშენებლო კომპანია „ელგა“, რომელიც გლდანში იწყებს ფუნქციონირებას. მას იმედი აქვს, რომ ამ სამშენებლო კომპანიის წყალობით მნიშვნელოვან მშენებლობებს წარმოიწყებს. პარალელურად ვილნიუსში კერძო ბიზნესითაა დაკავებული და ხშირად უხდება იქ გამგზავრება. ამ ყველაფრის გამო ვალერი გელაშვილს თავისუფალი დრო ნაკლებად რჩება ოჯახთან გასატარებლად. თუ
თუმცა მაინც ახერხებს მათ დაყვანას დასვენების დღეებში გუდაურსა და ხაშურში. იგი ცდილობს საქართველოს სილამაზის ისტორიული ძეგლებითი განთქმული მნიშვნელოვანი ადგილების მათთან ერთად მონახულებას. მან სახლში ადრე უფრო ხშირად უხდებოდა ყოფნა და შეძლების დაგვარადაც ეხმარებოდა მეუღლე შვილების აღზრდაში. ახლა კი ამ საოჯახო ფუსფუსისათვის დრო აღარ რჩება და ეს ყველაფერი მეუღლეს მიატო. ვალერი გელაშვილი ვილნიუსსა და თბილისს ერთმანეთს ადარებს და სურს, რომ საქართველოშიც ისეთივე წესრიგი სისუფთავე იყოს, როგორც ეს ლიტვაშია. ახლა საღამოობით ვიცი, რომ სახლში მიდივარ და ვცდილობ ხოლმე რომ თბილისში გამოვიდეთ სადმე 1 საათი გავიარა 2 საათით, ყოველთვის ვცდილობ რომ ბავშვებთან ვიყო. იმიტომ მაინც სექტემბრიდან ჩამოსულები ვარ და მაინც ვცდილობ რომ ოჯახმა არ იცნოს, იმიტომ უცხო ქვეყანაში არიან ახლა შვილები, ბავშვებიც მაინც ვცდილობ რომ იმათთან ერთად ვიყო, რომ შეეჩვიანონ აქაურობას. ამიტომ მეტნაკლებად მათთან ერთად მიხდება ყოველდღიურად ყოფნა. როგორ შეეგუებით საქართველოს გარემოს? ვატყობ რომ ჯერ ვერ ეგუებია, მაგრამ ამას მაინც ჩემს მიმართ ვერ გამოხატავები, რა ვიცი რომ მე გადმოსვლა მინდოდა და წლების მანძილზე და ამიტომ უნდა თუ ამბობ უნდა შეეგუო. რამე კურიოზი რომლის გადახდენია და რომელსაც ახლა მოგუყვებით თუ არ გეკარგო? ეს ხოლმე სულ კურიოზებშია, კურიოზებით არის სავსე და ახლა კონკრეტულად ახლა ამ მომენტში ხდება კურიოზი ყოველდღე ხდება. თუ არის ისეთი საომარი გეგმა, რომელიც გვინდა რომ აი გაგვიგებთ ახლა საუბრაში და რომელიც გინდათ რომ აუცილებლად დაასრულოს. არა, ჩემი ის ოცნება ერთადერთი რასაც მე ჩემ აი როგორც ხობი, როგორც ჩემ ყველაფერს ვაღურებს, ჩემთვის შენებლობაა. მაინც შევეჩვია წლების მანძილზე რაღაც რო შენდება, მაგრამ რაღაც მაინც მიხარია ხომ. ერთადერთი ჩემი ოცნება რომავლაბარი რომელიც ახლა ჩემთვის სახსაც ვიშენებ, მინდა რომ ის ამ ტერიტორიას ვიდულო მინდა რომ ესავლაბარი როგორ გითხრათ რომ ეს გამოსოლის დაშენესავლაბარი და ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ, მაინც ეს ჩემი ხობია და მინდა რომ რომელიღაცა ქუჩა მაინც რო გავაკეთო, რა მთლიან თავიდან ბოლომდე დავიწყო და ქუჩა გავიყვანო ბოლოში. ხო, და ეს ჩემი ოცნებაა და მე მგონი ეს მგონია 2-3 წელიწადში რაღაცას უკვე ბოლომდე მივიყვარო რაღაცა ქუჩას. რას უსურვებთ როგორც რეგიონის მოსახლეობის განსაკუთრებით ხაშურებს? წესიერება რაც ყველა საქმის დასაწყისი არის. თუ წესი და წესიერება არ იქნება საქმე არც ერთი არ გამოვა. რაც ეს გვაკლია ჩვენ ეს წესი და წესიერება. ახლა ჩვენთან ესე როგორც რაღაცა გააკეთოს ადამიანმა აღარ უყურებს წესრიგით არის, წესობით არის მოპოვებული, თუ ამას აღარ არ უყურებს. სადაც ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრების უკან ვიხება მიდის ცხოვრება. თუ ეს ადამიანი არ შეიძლება, არაფერი არ გამოგვიყვება. ერთი პატარა გადაცემა რთულია ამ პიროვნების სრულყოფილად წარმოჩენისათვის. ეს ხო უბრალოდ პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ზოგადი ბიოგრაფიული შტრიხები საკმაოდ კარგად ნაცნობი პიროვნების ვალერი გელაშვილის პორტრეტისათვის. სამომავლოდ კი ალბათ უფრო ბევრს მოგითხრობთ მისი ოჯახისა და საქმიანობის შესახებ. თვითონაც ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახვილა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შეხვდებით ერთმანეთს, ესე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოვიდგეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.